მას შემდეგ რაც ჩარლი ბოლო თვეში 50-ად დაიმტვრა, Mercedes ისევ გაურკვეველი და მოუგვარებელი დაემართა ელემენტზე. Red Bull-ის სტარტზე ისევ ვერ დაიძრა. Barcelona-ში საბურავები პილმენებივით ჩაიხავშა. Leclerc-ს მორიგი mental breakdown-ი დაემართა და Lyon მოსახვევები და სიჩქარეები დაუთვალა Lewis. სუფთა სატესტო ტრეკზე უქმეების ასე ჩავამთავრეთ. ნახეთ ორივენაირი ცრემლები ტიფოზების ლოყებზე. იყო სინანული და იყო სიხარული. მას შემდეგ რაც Lewis-მა ჯერ ყველა გამოუგვაგლოვა, რომ Silverstone-ზე სპორტიდან წასვლის განცხადებას დაგვიგდებდა. 7 გზის ჩემპიონი ადგა და 2024 წლის მერე თავისთვისაც და Ferrari-ისთვისაც პირველი რბოლა მოიგო. აქვე შაუთ-აუთი Carlos Sainz, იმიტომ რომ თითქმის 2 წელი იყო ბოლო Ferrari-ით გამარჯვებული ტიპი Formula 1-ში. Mercedes-მა პირველად მიიღო სილა ლოყაში თავისივე რბოლეისგან. თან სად? ტრეკზე, სადაც ვამბობთ ფრაზას, რომ თუ მანქანა დადის Barcelona-ში, ესე იგი დადის ყველგან. Lewis Hamilton-ი კიდე ადგა და ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო ამ სეზონში რბოლა. ესპანეთიდან კიდევ ამ კვირაში ავსტრიის მთებში ავინაცვლებთ. ტრეკზე, რომელიც ისტორიულად ბოელდებს იცირავს და მათ სუსტ მხარეებს იდეალურად გვაჩვენებს. 2020 სეზონის პირველ რბოლაში ფინიშის ხაზი მხოლოდ 11 მრბოლელმა გადაკვეთა. Latifi გახდათ კიდევ ერთადერთი კლასიფიცირებული მრბოლელი, ვინც ქულა ვერ აიღო. ისტორიულად Spielberg-ს ორი უკიდურესობა აქვს. ან თქეში წაიღებს ყველაფერს და ზოგ-ზოგიერთის ნამუსასთან გაიყოლებს, ან თბილისის სიცხეებივით დააჭერს და მრბოლელები ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოიწვევიან. გადახურებული ძრავები და მუხრუჭები, ელემენტის პრობლემები და საბურავების განადგურება. ამ ისტორიულ პრობლემებს ახლა ისიც დაუმატებთ, რომ გუნდებს მოუწევთ 71 წრე იარონი მანქანებით, პრობლემსაც ჯერ არც თუ ისე კარგად იცნობენ. დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ზოგი ნახევარ დისტანციასაც ვერ გაივლის. ნეტავინ ავსტრიის გრან-პრი საერთოდ არ არის ფილერი ეპიზოდი ისტორიულ ბარსელონასა და უფრო ისტორიულ Silverstone-ს შორის. ეს უფრო გზაგასაყარია და ნელ-ნელა ახურებს იმ იდეალურ მონაკვეთ სეზონში, რასაც ევროპული ეტაპები ჰქვია. ისე კი არ ვიცი პრევიუ როგორ უნდა გავაკეთო. ჯერ ალბათ ტრეკის კონფიგურაცია, მერე მსგავსება, რაც გვაქვს ამ სეზონში ნანახი, მერე გუნდების მდგომარეობა, განახლებები, სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები. რამეს ვიზავრა. დიტრიხ მატეშიცის Red Bull რინგის კომპლექსი ზღვის დონიდან 700 მეტრზეა გაშენებული. ხოლო თუ არ იცით გეტყვით, რომ ამ სიმაღლეზე სტანდარტულთან შედარებით ჰაერის სიმკვრივე გაცილებით დაბალია. დაბალი ჰაერის სიმკვრივე კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჰაერის მოლეკულები უფრო ნაკლებია. ანუ ერთ ჩასუნთქვაზე, რასაც ნორმალურ პირობებში ჩაისუნთქავთ, იქ რო ეგრექნათ უფრო ნაკლებ ჰაერს აიღებთ. ასთმა თუ არ გაქვთ, ეს იდეაში პრობლემა არ იქნება, მაგრამ ფაქიზო Formula 1-ის ძრავები ცოტა სხვანაირად მუშაობს. ძრავში იმდენი ჰაერის დასაცნეხად, რაც მუშაობისთვის საჭიროა, ტურბინას უფრო ძლიერად უწევს მუშაობა. რაც შეიძლება ბოლის დროს ტურბინის გამოლევის მიზეზიც გახდეს. სრულდება გაგრილების სისტემის მუშაობაც, როგორც ძრავის დეპარტამენტში, ისე სამუხრუჭე სისტემაზეც. საიტბოდის ღიობებში შედის ჰაერი და რადიატორში გასულ სითხეს აგრილებს. ჰაერი თუ ცოტა შევიდა, კიდე ლოგიკურად ხო უფრო ცუდად გააგრილებს ძრავს. ისე არც კი ვიცი, ვის აქვს მუხრუჭების პრობლემა, ბოლო 4 რბოლაა და ვინ გაიხრეშება უეჭველად. ახალ რეგებში რაც სითბური გენერატორი გააუქმეს და ტურბინის მუშაობა სუფთა ძრავიდან წამოსულ ცხელ ჰაერზე გადავიდა, მარტივი სავარაუდო იქნება, რომ დიდი ტურბინიანი მანქანები ბუსზე გასვლის პრობლემით დაიტანჯებიან. აუდისთვის შეიძლება ავსტრიის გრან-პრი ყველაზე კარგიც იყოს და ყველაზე ცუდიც ერთდროულად. Red Bull Ring-ზე 10 მოსახვევი გვაქვს, სადაც პილოტები ტრეკის 70%-ს ბოლომდე გაზზე ფეხდაჭერილები გადიან. 4 გრძელი მონაკვეთი და 4 straight mode კიდევ იმ გუნდებს მისცემს უპირატესობას, რომლებსაც კარგი მაქსიმალური სიჩქარე აქვს. აუდის გუნდს, რომელიც ყველაზე სწრაფი იყო მონაკოშიც და ბარსელონაშიც. რომ მანამდეც იქნებოდა სადმე სწრაფი, მაგრამ გადამოწევა დავეზარა. უბრალოდ იმ დიდი სამუხრუჭე წერტილის მერე აჩქარების პრობლემა თუ ვერ მოაგვარეს, ჯეირანის თამაში მოუწევს ნიკოს და გაბის 10 წრის მერე. გრძელი სწორი მონაკვეთი ნიშნავს შიგაწვის ძრავისა და ტურბინის მაქსიმალურად დატვირთვას. აგრესიულად ელემენტის გამოყენებას და შეუსვენებლივ მუშაობას მუხრუჭებსა და გაგრილების სისტემაზე. ესპანეთში იდეალურად გამოჩნდა თუ რა ემართება მაღალ ტემპერატურაზე საბურავებს. ახლა ეგ ყველაფერი აიღეთ და 2-ზე გაამრავლეთ. იმიტომ რომ ავსტრიაში 35-40 გრადუსი ამ უქმეებზე გამოცხადებული ჰაერის ტემპერატურა. ტრასის კიდევ ღმერთ მაისის რამდენი იქნება. მოდი დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ 3 პიტსტოპი იქნება. ასე რომ ამ რბოლაში ის გუნდები ვერ გაიხარებენ, ვისაც საბურავის წვეთის პრობლემა აქვს. რამდენადაც არ უნდა მიმძიმდეს ამ ყველაფერზე ლაპარაკი. და ვერც ისინი იდეალურად რო თვლიან ხოლმე პიტსტოპებს. ეს ტიპოზებმა იმძიმეთ ამდენ ტვირთს მე ნუ მათრევინებთ. სიცხეზე იზრდება ზეთის ტემპერატურა და კარგავს თავის ზუნარებს. ასევე გავითვალისწინოთ ის ამაღლებას, რაც პირველ და მესამე მოსახვეებს შორისაა. რაც ნიშნავს ისედაც დატვირთული ძრავის უფრო გაწურვას, საწვავის მოხმარების გაზდას და უფრო ტემპერატურის ზრდას აჩქარებისას. ასე რომ თეთრი ბოლებიც არ გაგვიკვირდეს თუ სადმე დავინახეთ. მაღალი რისკის ქვეშაა Aston Martin. Honda-ს ინჟინერებს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე რთული უქმეები იქნება მათთვის. სიმაღლის ცვალებადობა, ნაკლები ჰაერი, დატვირთული ტურბინის მუშაობა და MGU-ის არქონა ფაქტიურად წინასწარვე დაღდამსმელია მწვანეებისთვის. რამდენადაც არ უნდა სცადონ ჩვენთვის იმის დაჯერება, რომ Red Bull კომპანია, რომელიც გადარჩენას წვენების გამოშვებით ახერხებს საუკეთესო Formula 1-ის ძრავის შექმნა, მაინც ყველა ხვდებით, რომ იდეალურობასთან ამ საძალე მოწყობილობა ძალიან ბევრი აკლია. სეზონის დასაწყისში ზამთრის ტესტებზე ესპანეთში მანქანა გადახურების პრობლემით იტანჯებოდა. თებერვალში იყო ტესტები, ზამთარში. ციოდა მაშინ. ძრავი ჩვეულებრივ საბოლოო პირობებში განიცდის გაგრილებისა და ტურბინის პრობლემას. არ ვიცი რა უნდა მოაგო, რომ ხარებმა ეს პრობლემა რო გადაჭრან, მაგრამ თუ რეალურად ვინმეს განახლებების უნდა ვირწმუნოთ, ესენი აუცილებლად Red Bull და McLaren არიან. ბოლო პერიოდში საქმე მასე გვაჩვენა და მე ვინ ვარ, რომ შევეწინააღმდეგო. Red Bull-მა დაგვიანოს
როცა ჯერჯერობით სეზონში ყველაზე დიდი განახლებების პაკეტი, რომელიც მაიამის განახლებების განვითარებას შეიძლება მივიჩნიოთ. რაც არ უნდა იყოს ამერიკის მერე მანქანა აშკარად უკეთ დადის. ამ ყველაფრის თქმის საშუალებას ის იმსაძლევს, რომ ის აკაჯარი თუ არ იმტრევა ან მანქანა თუ არ ფუჭდება, გასლის არეალში აფინიშებს. ხარებმა სეზონის დასაწყისში ზედმეტი 12 კილო მაიამიში გაანახევრეს, ხოლო Red Bull Ring-ზე წესით მინიმალურ ზონაზე დაждდებიან. ამას დაუმატოთ ბარემ პერფორმანსის განახლებებიც. ვაშემაც ახლა რაღაც ხო უნდა ქნას და რაღაც უნდა ქნასში გულისხმობ, რომ Max მიცეს მანქანა, რომელიც მინიმუმ პოდიუმისთვის საბრძოლველი იქნება. მეტ ნაკლებს არც განვიხილავთ. ამ მონაცემებით რაც ახლა გვაქვს, გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა გრძელი სტინტებია. შასი იმაზე მეტად წვეთ საბურავს, ვიდრე ამას ვადაგასული ხარის გვირაბი წინასწარმეტყველებს. გაწვეთილ საბურავებზე მერე ბალანსირება ის გამოდის რადიოში და იწყებს გინებას და ფურთხებას. Red Bull-ი მაინც მგონია, რომ რამეს იზამს. გუნდი ისტორიულად კარგია ამ ტრეკზე. რასა მოკლეა, დიდი გეფი არ იქნება. ერთადერთი პრობლემა ალბათ მაინც მანქანის საიმედოობა იქნება, რასაც ფიზიკურად წინასწარ ვერ გავთვლით. ასევე ფიზიკურად ვერავინ ვერ გათვლის Racing Bulls-ის წინასწარ გამოსვლას. გუნდი ბოლო ორი უქმებია თავის თავს ახტება და ისეთ შედეგებს, რაც ობიექტურად ამ მანქანისთვის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამართლების ხარჯზეც, მაგრამ ამბობენ, რომ ძლიერებს უმართლებთ. ეგრე არ ვიტყვით და Liam Lawson მივოდა სათითაოდ გცემს ყველას. ცოტა გაუჭირდება Red Bull, ძალიან გაუჭირდება Racing Bulls. კარგად ივლის Red Bull-ი, ნორმალურად ივლის Racing Bulls-ი. თავარია ძრავი არ გასკდეს სადმე. აუცილებლად გასკდება. გაგრილების პრობლემა არა, მაგრამ რაღაც ემართება Mercedes და მოკვდავ ხალხს ჯერ არ გვეუბნებია რა. 4 გუნდი გრიდზე გერმანული წარმოების ძრავებით გამოდის. ანუ 8 მანქანა. ამ 8 მანქანიდან 7 კიდევ პირველი რბოლიდან ბარსელონას ჩათვლით 16 პრობლემა ჰქონდა საძალე მოწყობილობაზე. ხან ძრავი იგლიჩება, ხან სოფტი ბაგავს, ხან სენსორი უბერავს, ელექტრონული პრობლემები და რაც ყველაზე მთავარია ელემენტი, რომელსაც რა ემართება ჯერ კიდევ ვერ გვეუბნებიან ზუსტად. გარე ტემპერატურის ბრალი არაო, უფრო ჰიბრიდული გაგრილება ვერ ყოფნისო. მოგეხსენებათ სითხითა და ჰაერით გრილდება ელემენტი. რაც არ უნდა და სწრაფი იყოს ეს Mercedes-ის ძრავი, ყველა ხვდებით, რომ Red Bull-ზე არანაკლებ საშიშია. სად გასკდება კაცი შვილმა არ იცის. ხოლო რაც შეეხებათ მისტერ თანმიმდევრულობებს, მაკარონებს და წითლებს, ასეთი კარგი Ferrari ბოლო 4 წელია ფიზიკურად არ მახსოვს. გუნდში ყავთ ადამიანი, რომელმაც დეპრესია გადალახა და ამ ყველაფრით ბედნიერია. მეორე ჯერ ვერ გავიგეთ, მამა გახდება თუ უბრალოდ ჯანსაღ ურთიერთობაში ცოლი მოაპუტკუნა. ასე მიჯით Ferrari-ის განახლებები გაეკეთებინოს და თან ემუშაოს, დიდი ხანია არ ყოფილა. ამასთან ერთად არ ფუჭდებიან, არ ხურდებიან და ტორტზე მარწყვათ ამ რბოლიდან განახლებულ ძრავსაც მიიღებენ. ოღონდ Ferrari მიიღებს ამ ძრავს. არა, სხვებსაც შეეძლოთ გამორთმევა, უბრალოდ ახალ ძრავს მოდიფიცირებული შასი ჭირდება, რაც Cadillac-ს და Haas ჯერ არ აქვთ. ტრეკს რაც შეეხება სწორი მონაკვეთი და ნელი მოსახვევებია მხოლოდ. განვლილი ეტაპებიდან კიდევ ყველაზე მეტად კანადას გავს აქაურობა და ცოტა ესპანეთსაც, იმიტომ რომ ესპანეთი ზოგადად ყველა ტრეკს გავს ცოტა. ვინი არა კანადაში და ესპანეთში კარგად? დიახ, Ferrari. გუნდს კარგად შეუძლია ნელი მოსახვევებისა და გრძელი სწორი მონაკვეთების სათავისოდ გამოყენება. კარგად აქვს აეროს მხარე და რაც ყველაზე მთავარია, საბურავებს თითქმის არ ცვეთენ. პირველ, მესამე და მეოთხე მოსახვევებში წესით მოჭიდებას სხვებზე მეტად იპოვნიან. მეტი კიდე ეს დრასა საერთოდ არცაა. კვალიფიკაციაში ალბათ იმ ვერცხლისფერ ავანტყოფებს ვერაფერს მოუხერხებენ, მაგრამ რბოლაში სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ. ეტაპის დარქორსი ალბათ მაინც Red Bull-ი იქნება. იმიტომ რომ მართლა შეუძლიათ. ხარებმა თვალდახუჭული იციან ეს ტრეკი. მილიონობით სიმულაცია იქნებათ გაკეთებული და ბოლო-ბოლო სადმე ხო უნდა დაიწყონ. ეს იქნება საბაზისო მანქანა მთელი ზაფხულის განმავლობაში. ნუ რა თქმა უნდა ცოტა წვრილ-წვრილი განახლებები ყველგან იქნება, მაგრამ ამ მანქანას რასაც ავსტრიაში ვნახავთ, მთლიანი ზაფხული მოგვიწევს ყურება. ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში პრაქტიკები ჯერ არაა დაწყებული. ასე რომ მე მომიტევებ თუ წინასწარმეტყველება არ გამართლდა, მაგრამ რაღაცას მაინც დაგიტოვებთ. ისე ჩემთვის გულს რო გამიხარდეს მე. კვალიფიკაციაზე პირველ ხაზს Mercedes-ები ჩაკეტავენ, Hamilton-ი back-to-back რბოლას მოიგებს, Kimi Antonelli პოდიუმზე ვერავა, Hamilton-ის და Russell-ის ქვეშ პოდიუმის მესამე საფეხურზე კიდევ Max-ი დააფინიშებს. McLaren-ების წინ. Charlie უქმების განმავლობაში ალბათ სადღაც გაიხრეშება და 6 ბოილდი რბოლას ვერ დაამთავრებს. თუ ჩემი პრედიქშენებით ბილეთს დაწერთ და რამეს მოიგებთ, კიდე რავი, ღმერთმა შეგარგოთ. შტირის მთები ყველა გუნდისთვის სახეში ალაწუნება იქნება. კონსტრუქტორები დაინახავენ იმას, რაც აქამდე მარტო ვარაუდის დონეზე ჰქონდათ დაშვებული. მაყურებლები კიდევ სეზონში მივიღებთ საუკეთესო რბოლას. რადგან ავსტრია ყოველთვის გვანებიურებდა სანახაობით. ის ქაოტური რბოლები კიდევ რაც ამ სეზონში გვაქვს, ამ პატარა მაგრამ მუშა ტრეკზე ერთიურად საინტერესოდ უნდა გადმოითარგმნოს. წარმატებულ უქმეებს გისურვებთ თქვენს და გუნდებსაც, გაკოცეთ ჩუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.